თქვენში უარყოფით განწყობას და მე ვფიქრობ, რომ თქვენ რა კითხვებიც გნებავთ, შეგიძლიათ დავგზავნოთ და ასევე ჩვენ რა თქმა უნდა მოვიწვიეთ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი რამე იცის სამხედრო საქმეში, ძალიან ბევრს გულში ინახავს, ვერ ამბობს, იმიტომ რომ სამშობლოს უფრთხილდება. საქართველოს საუდათო სამინისტროს გენშტაბის ყოფილი უფროსი გენერალ-მაიორი ხوار მეშლება ბატონო გივი, ხო იცი სამხედრო ვერ ყვევი ხოლმე აქ ჩინებში. ჩვენი გივი იუკორიძე, დიდი მადლობა ბატონო გივი. რომ თქვენგან მე ყოველთვის სიმართლეს ვისმენ, სიმართლეს ვიგებ, მერც ბევრ რამეს ვამბობ, ბევრ რამეს არ ვამბობ, მაგრამ ფაქტია რომ ეს ესეა. ამიტომ ძვირფასებო დაგვირეკეთ 2-388-105 ობიექტივი 2 შეგიძლიათ შემობძანდეთ და მე ვფიქრობ რომ გადაცემა იქნება ალბათ სიმართლის, დიახ სიმართლის დროა. მოდი დავიწყოთ მაინც ბატონოსო თქვენი მხარიდან ხართ, თქვენ თავზე, თქვენს ოჯახზე, თქვენს ნათესავებზე გადაიტანა, ნუ ბატონი გივი მაინც სამხედრო პირი იყო, მაგრამ თქვენ აიყავით ის ადამიანი, ვინც ყველაფერი ეს არასამხედრო ენაზე ნახეთ და ყველაფერი მაინც კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ქეთის უსურვებ პირველ რიგში რომ ძალიან კარგი ტელეჟურნალისტად ჩამოყალიბდეს და ყველა პირობა აქვს ამისათვის, ისე რომ ჩვენი მხარდაჭერა ნებისმიერ შემთხვევაში დღესაც და სხვა დროსაც გარანტირებული გაქვთ და რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება, ახალგაზრდა თაობა მიიღეს მონაწილეობას აი ამ პროცესებში, რასაც მედია ქვია, რასაც ობიექტური გაშუქება ქვია ფაქტებისა, რა თქმა უნდა, მით უფრო მისასალმებელია და კარგია. რაც შეეხება უშუალოდ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მე თვითმხილველი ვარ აი ამ ყველაფრისა საერთოდ რაც განვითარდა იმ პერიოდში. მე ვიყავი შერეული საკონტროლო კომისიის წევრი და ძალიან კარგად ვიცი რა დიპლომატიური ვთქვათ წიაღსვლები მიმდინარეობდა იმ პერიოდში და ძალიან კარგად ვიცი და საკუთარი თვალით ვნახე ის ტრაგედია და ის ომი რაც მოხდა 2008 წლის 8 აგვისტოს და შემდგომ რამოდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესები ქართლში. მოდით ესე ვთქვათ, პირველივე რაც მინდა ვთქვა, წინა ხელისუფლებამ ნაცმოძრაობის მმართველობის დროს მოახერხა და შექმნა ისეთი კლიშე, რომ ამ თემაზე საუბარს ძალიან ბევრი გაურბის. და ამ გაქცევის მიზეზი ის არის, რომ პირველ რიგში თუ კი რაღაცა ფორმით საკუთარ ქვეყანას ვთქვათ, რაღაცა გადადგმულ ნაბიჯებს გააკრიტიკებ, ქვეყანას არა, იმ ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს გააკრიტიკებ და მიუთითებ, რომ შეიძლებოდა უკეთესად განვითარებულიყო, ვთქვათ, მოვლენები იმ პერიოდში, იმ წუთშივე შეიძლება მოგაკერონ რუსეთის აგენტის, ვთქვათ, სტატუსი და მთელი ამ ხნის განმავლობაში დაგისვამენ ერთადერთ კითხვას, ვინ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ომი არ დაუწყია საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს არ გადაულახავს რუსეთ-საქართველოს საზღვარი, რომელიც გადის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ თხემზე. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მიერ არ იყო შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა, ის რაც ყველაფერი ხდებოდა, ეს იყო კარგად გათვლილი პროვოცირება და რაზეც წამოაგეს ჩვენი ხელისუფლება და მე შემიძლია გითხრათ, არა მხოლოდ სამხედრო კუთხით, რაც პროცესები განვითარდა იქ, არამედ შემიძლია გითხრათ, ამისთვის გარკვეული დრო დამჭირდება, ალბათ 1-2 წუთი, რომ ჩამოვაყალიბო, რა წინაპირობები იყო აი ამისათვის. შერეული საკონტროლო კომისია წარმოადგენდა 4 მხრივ ფორმატს. ეს იყო ქართული მხარე, რუსული მხარე, სამხრეთ ოსეთის მხარე და ჩრდილოეთ ოსეთის მხარე. ამ ფორმატს ესწრებოდა ასევე არა როგორც წევრი, არამედ როგორც ვთქვათ, პროცესის მონაწილე, მაგრამ არა მხარე. ეს იყო ეუთო და ეს იყო ევროკავშირი. აქედან მე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ ბოლო პერიოდში 2008 წლამდე დაახლოებით 2005 წელს ლიუბლიანაში ჩატარდა მინისტერიალი, როდესაც გადაწყდა, რომ საკმაოდ სერიოზული ფინანსური რეაბილიტაციით და ფინანსებით უნდა დახმარებოდნენ კონფლიქტის რეგიონს და ეს ფინანსები უნდა გადანაწილებულიყო და დონორები გამოდიოდა დონორად ევროკავშირი, ეუთოს შუამდგომლობით და ასევე საქართველოს მხარეც დონორი იყო აი ამ პროცესისა, ანუ კონფლიქტის რეგიონის აღორძინების და აღდგენის პროცესის დაწყებისა და მათ შორის რუსული მხარეც. სწორედაც მაშინ გადაწყდა, რომ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელებულიყო და საქმე მიდიოდა იქითკენ, რომ პრაქტიკულად შერიგებული მოსახლეობა, რომლის დონეზეც პრინციპში კონფლიქტი უკვე ამოწურული შეიძლება დარქმოდა, თუმცა ამას წინაპირობაც ჰქონდა ის, რომ ერგნეთის ბაზრობა გააუქმეს და ამის მერე უკვე მიმოსვლა უშუალოდ ადამიანებს შორის უკვე აღარ ხორციელდებოდა. და აი ესეთი პროცესები ვითარდებოდა, რომ შეიძლებოდა რაღაცა ისეთ ჩავჭიდებოდით, ისეთ ვთქვათ, საკითხებს, რომლითაც ჩვენ სარგებელს ნახავდით და ქართული და უსური მოსახლეობა შერიგებისკენ უფრო გადადგამდა ნაბიჯებს და ეს ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვა რამ დაეხმარებოდა ამ საკითხში. ამავე დროს, აი ამ 4 მხრივ კომისიას, SKK-ს, ეგრეთ წოდებული SKK-ს, ქონდა 4-ვე მხარეს ვეტოს უფლება.
ანუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ იყო მისაღები ქართული მხარისთვის, ჩვენ შეგვეძლო რომ დაგვებლოკა და ის საკითხი ბუნებრივია აღარ განიხილებოდა და შემდგომი მსვლელობა აღარ მიეცემოდა. ანუ ქონდა უმთავრესი ბერკეტი, რასაც ვეტო ერქვა. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ ამ კომისიაში ქართული მხარის ინტერესებს იცავდა მხოლოდ საქართველოს და დანარჩენი სამი ბუნებრივია არ იქნებოდა ამ ინტერესის გამზიარებელი, მაგრამ სხვა ბერკეტი არც იმათ არ გააჩნდათ, არც რუსეთის მხარეს, არც ცხინვალის მხარეს თქვა და ყველა იყო თანაბარ პირობებში. მას შემდეგ რაც დავით ბაქრაძე დაინიშნა რეინტეგრაციის ესე ვთქვათ, რამდენჯერმე შეუცვალეს ამ სამინისტროს სახელი და შეიძლება კარგად აღარც მახსოვდეს შერიგებისა და რეინტეგრაციის ესე ვთქვათ სამინისტროს კონფლიქტების დარიგების ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე. როდესაც გახდა სახელმწიფო მინისტრი, ეს თუ არ ვცდები იყო 2004-ში თუ 2003-ში აღარ მახსოვს ეს. არ იმდე შეგეკითხეს, სხვა დავით ბაქრაძეც არის და. ხო არა, ნაციონალური მოძრაობის კვოტით მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი გახდა. აი ამ ფორმატში მუშაობის დროს თანდათანობით დაიწყო დიპლომატიური ხაზის მუშაობის შეჩერება. ანუ ის საკითხები, რაც თან ხდებოდა კონფლიქტის ზონაში, რომ უნდა გადაწყვეტილიყო ნორმალურად და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელებულიყო, გარკვეულწილად აღარ განვითარებას აღარ პოებდა. და იმის მაგერად რომ უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო, თქვათ, უფრო მეტი ინტეგრაცია მომხდარიყო მოსახლეობას შორის, გარკვეულწილად ჩვენ მივიღეთ საბოლოოდ ის შედეგი, რომ უკვე შემდგომმა სახელმწიფო მინისტრმა იაკობაშვილმა განაცხადა, რომ კაკა, მაკა, ეს კაკა მოკვდა და შესთავაზა ახალი ფორმატი აი ამ მხარეებს, რომელიც იყო წარმოდგენილი კონფლიქტის ზონაში. ბევრ ამას არ ამბობთ თქვენ და ერთხელ მახსოვს მითხარით ესეთ საუბარში, რომ იმიტომ კი არ ვამბობ, რომ არ მეშინია რამესი, იმიტომ არ ვამბობ, ბატონო გივი, რომ არ მინდა რომ ვიღაცისგან მოქნეული მუშტი ჩემს სამშობლოს მოხვდესო. და თქვენ ეთანხმებით ბატონ სოსოს გავაგზავნოთ ბატონ სოსო, აი მაშინ რომ თქვენც მალავთ. ბევრ აღარ, კი არ მალავთ. აი ამ რაც თქვა ახლა ბატონმა სოსომ რომ არ მინდა რომ სხვისგან ღირსია რომ თქვა იცემოს და მისგან მოქნეული მუშტი, მაგრამ ჩემს სამშობლოს რომ მოხვდესო, ეს რას გულისხმობ თამაში მაინც. არის საკითხები, რომელზეც ღია ეთერში საუბარი მისაღებად არ მიმაჩნია და ბატონ სოს ალბათ ასე ფიქრობს. ეს საკითხები უნდა ჩამოყალიბდეს და გაერკვეს სხვა ფორმატში, არა ღია ფორმატში, არა ღია ეთერში, იმიტომ რომ 1000 ნიუანსია, რომლის გამომზევრება არ არის საჭირო. მეც ასე ვფიქრობ ანალოგიურად. კი. სალაპარაკო არის, განსაზღვრელი არის ბევრი რამ, მაგრამ არის რაღაც რაც შეიძლება გამოვიტანოთ ღია ეთერში, არის რაღაც რომელზეც ვიმსჯელოთ ცოტა სხვა ფორმატში. სხვანაირად არ იქნება ქვეყანა ამას ვერ აიტანს ამდენ ჩარტყმებს. აი ქეთის ბევრი რამე აინტერესებს, ახალგაზრდაა, მაშინ სკოლის მოსწავლე იყო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კითხვები დამისვა ჯერ მე და მე მიჩვენია ქეთი მაკეთ დასვას კითხვები, ხო? ბატონოს თქვენთან გადმოვალ, მიხარია რომ გესაუბრებით. მაინტერესებს ერთი რამ, თქვენ ბრძანდებით ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი და თქვენ თავად და თქვენეული ხედვა და ეროვნული ფორუმი რას ფიქრობს ამ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს მომავალში? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მე მაშინ სულ 2 წამით დავასრულებ იმას და გადავალ შემდგომს. ესე იგი, მე მგონია რომ ისიც არის, რომ არ მინდა ჩემს სამშობლოს მოხდეს ეს მუშტი. აი ამასაც აუცილებლად ვიტყვი, იმიტომ რომ მე ვთქვი, რომ მიშაზე მოქნეული მუშტი შეიძლება საქართველოს მოხდეს და ამიტომ ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და მე არ მინდა რომ ეს ყველაფერი ისე გამოვიდეს, რომ მე ქართული მხარემ ამ კუთხით გარკვეული საქართველოს სახელმწიფომ გარკვეული ზიანი მიიღოს, ამიტომ წყალი გვაქვს ჩაგუბებული და ბევრ ამას არ ვლაპარაკობთ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის, მაგალითად კითხვების სახით დავსვამ, თუმცა ის პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო კუთხით განხორციელებულ მოვლენებს, განსაკუთრებით სამხედრო კუთხით განხორციელებულ მოვლენებს ნაკლებად შევეხებ. მაგალითად, რატო ჩატოვეს ამდენი მოსახლეობა, ქალი მოხუცებული ბავშვი კონფლიქტის ზონაში? აი, როდესაც ცხინვალის მხარემ დაიწყო ევაკუირება ქალაქისა, უკვე ცხადი იყო და ნათელი იყო რისკენ მიდიოდა ეს ყველაფერი, შერეული საკონტროლო კომისია უკვე აღარ მუშაობდა, იმიტომ რომ იაკობაშვილმა დაანონსა, რომ კაკა-მაკა ეს კაკა მოკვდა და შესთავაზა ახალი ფორმატი 2+2+2, რომელიც არ მიიღო ამ მხარემ, დიპლომატებმა ამით შეწყვიტეს საუბარი და ერთადერთი შეხების წერტილი დარჩათ სამხედროებს. მოსახლეობასაც აღარ ქონდა ეს. და სამხედროები რა ენაზე საუბრობენ? ბატონ გივის ჩემზე უკეთესად მოიხსენება, როდესაც შემაკავებელი უკვე აღარ არის ერთი მხარეს და მეორე მხარეს შორის, შუაში აღარაფერი დგას, აი მაშინ უკვე ღია კონფლიქტში გადადის ხომ ეს ყველაფერი სამხედრო დაპირისპირებას იწვევს. სწორედ ამიტომ ეს იყო მთავარი რაც აი ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ როგორ იქცეოდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება აი ამ აგვისტოს ომის დროს და პირველი კითხვა, რატო არ მოხდა ევაკუირება დიდი და პატარა ლიახვის ხეობის და ფრონის ხეობის მოსახლეობისა, რატო არ იქნა ეს მოსახლეობა განსაკუთრებით ქალები,
მოხუცებულები ბავშვები გამოყვანილი იმ ტერიტორიიდან. ვინმე შეიძლება თქვას, რომ ეს იყო ფორს მაჟორში, ეს თურმე ჩვენ არ ვიცოდით, არ ვემზადებოდით, თუმცა ნათელი იყო ცხინვალში მიმდინარე პროცესები, რომ ბავშვები და ქალები გაყავდათ იქიდან, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და მეორე კითხვა, კარგი იქ თქვათ ფორს მაჟორი იყო. გორის რაიონის სოფლებში რატო იქიდან არ განახორციელეს ქალაქ გორიდან და გორის მიმდებარე სოფლებიდან ევაკუირება მოსახლეობის? რატო იყო დაბნეული ხელისუფლება, რას ელოდებოდა და თუ ელოდებოდა რაღაცას, რა იყო ეს? და აი ეს კითხვები არის, რომელიც ბუნებრივია დღესაც მაწუხებს, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც მე არ ვილაპარაკებ ღია ეთერში, იმიტომ რომ კიდევ იმეორებ შეიძლება ჩვენი ინტერესი დაზიანდეს აქედან გამომდინარე. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას ეროვნული ფორუმის, უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი რამ, უნდა აღვადგინოთ ნდობა აფხაზ და ქართულ საზოგადოებას და ქართულ და ოსურ საზოგადოებას შორის. პირადად ეროვნული ფორუმის და პირადად ჩემი ჩარევით განხორციელდა ერთი პატარა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ერქვა შერეული სპორტული საფეხბურთო კლუბი ცხინვალის ლიახვი, რომელშიც 15 ოსი ეროვნების ფეხბურთელი თამაშობდა 2 წელიწადნახევრის წინ ჩამოყალიბდა ეს გუნდი და ამ გუნდში ოსები თამაშობდნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ მცირე ნაწილი ვლადიკავკაზში და დიდი ნაწილი ცხოვრობს ცხინვალში, აი ამ სპორტსმენების. და ჩვენ აი ესეთი დაუშვათ ღონისძიებებით გარკვეული სახალხო დიპლომატიის გამოყენებით, სხვადასხვა საკითხებზე დისკუსიებით, არასამთავრობო სექტორების ურთიერთობებით საბოლოოდ უნდა მივიდეთ იქამდე, რასაც კონფლიქტის მოგვარების საბოლოო სტატუსი ქვია. პირდაპირ კონფლიქტის მოგვარება დავიწყოთ იმ სტატუსით, რა ექნება თქვა ცხინვალის რეგიონს, რა ერქმევა, როგორ ერქმევა და უკვე იმდენად მძიმე ვითარება არის შექმნილი 2008 წლის ომის მერე, რომ სასტარტო პირობები ჩვენ შემთხვევაში უკვე ძალიან რთული არის. ერთადერთი რაც დაგვრჩა, ეს არის რომ ისევ და ისევ საერთაშორისო თანამეგობრობა, ისევ და ისევ პირდაპირი კონტაქტების ჩარევა, ისევ და ისევ სახალხო დიპლომატია და კულტურული, ეკონომიკური და სპორტული თუ სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და მინდა გითხრათ, რომ ეს კლუბი, რომელსაც ცხინვალის ლიახვი ერქვა, პირველ წელს გახდა ჩემპიონი მეორე ლიგაში, მეორე წელს გახდა ჩემპიონი პირველ ლიგაში და მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო. დღეს ეს კლუბი არ მონაწილეობს უმაღლეს ლიგაში, სადაც თბილისის დინამო თამაშობს, სადაც ქუთაისის ტორპედოა და შემდეგ. და ჩვენ ახლა კვირიკაშვილი ძალიან ბევრჯერ მაგალითად პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ აფხაზებს უნდა შევთავაზოთ და ოსებს უნდა შევთავაზოთ ღია საზოგადოება და უმოკლესი გზა ევროპისკენ. აგერ იყო ბატონებო 15 ოსი ცხინვალიდან გამოსული. და დღეს იქიდან არც ერთი აღარ არის საქართველოში. რატო ეს კითხვებზე ამ კითხვებზეც მინდა პასუხი მივიღო. ძალიან სერიოზული სამოქალაქო და სამხედრო ისენი გავყოთ და ბადნოგივი თქვა რომ მე არ ვისაუბრებ სამოქალაქო პირია მაინც და არ ვისაუბრებ იმებზე კიდე გეუბნები ვფრთხილობ თქვენ ორივე ვფრთხილობთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს მართლა ჩვენ სამშობლოს ეხება და არის ბევრი საკითხები რომელიც ძალიან ცუდად შეიძლება წინ დაგვიდგეს მაგრამ ყველაზე მთავარი შეცდომა სამხედრო შეცდომას ვამბობ რამდენიმე შეცდომა, რომელმაც ჩვენ აი ამ დღემდე მიგვიყანა და მე ვაჩვენებ რამდენიმე ფაქტს, იმიტომ რომ დაგვავიწყდა და მე მგონი რა უბედურება გავიარეთ. ყველაზე მთავარი თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს მაშინ, როგორ უყურებთ ეხლა და საერთოდ რა იქნება. პირველ რიგში სუფთა სამხედრო ანალიზის გაკეთება აქ ცოტა დროში ვერ ჩავეტევით მთლიანად, მაგრამ გეტყვით ახლა დავიწყებდი ბატონ სუსოს ნათქვამიდან შედეგი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჩარჩა იქ საბრძოლო მოქმედებების დაწყებისას. გაუგებარია. არ იცოდნენ, არ ემზადებოდნენ, იცოდნენ და ემზადებოდნენ კიდეც. ის ხალხი რატო ჩატოვეს? მე ვფიქრობდნენ, რომ ძალიან სწრაფად დამთავრდება ეს ყველაფერი და რაღაცნაირად გავიდოდნენ გამარჯვების მხარეს, ალბათ. ალბათ მე ვიძახი, იმიტომ რომ ზუსტად დაზუსტებით რას ფიქრობდნენ ისინი მე არ ვიცი. ეხლა სამხედრო ასპექტი სუფთა. პირველ რიგში მე ვთვლი რომ მილიარდნახევრიანი დაფინანსების მქონე არმიისთვის მაშინ ბიუჯეტი იყო 1,5 მილიარდი ლარი. ეს იყო ძალიან უსუსური წინააღმდეგობა იმ შემოჭრისა თუ აგრესიისაც, რომელიც მათ გაუწიეს. პირველი. ესე იგი საბრძოლო მომზადება არ მიდიოდა იმ მართულებით, როგორც უნდა ყოფილიყო მანამდე. შედარების გეტყვით 2004 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 66 მილიონ ლარს. შეადარეთ 66 მილიონი და 1,5 მილიარდი. მით უმეტეს რომ ჯარის რაოდენობაც გაზრდილი იყო შესაბამისად ტექნიკა იყო უფრო მეტი შემოტანილი და ასე შემდეგ. მეორე მთავარი დაგეგმარება აი ამ საბრძოლო ოპერაციების ეს იქნება თავდაცვითი თუ შემდგომში რაღაც სხვა სახის კეთდებოდა არაპროფესიონალების მიერ. ეს მთავარი შეცდომაა და ძალიან უხეშად ერეოდნენ აი ამ მართვის პროცესის სამოქალაქო პირები.
რის მცდელობაც ჰქონდათ იმ პერიოდში, როცა მოვიყავი გენშტაბის უფროსი 2004 წელს, მაშინაც იყო რაღაც კონტ. მაშინაც ძალიან ბევრი ვაი მეთაური სამოქალაქო მხედველობაში მაქვს თანამდებობი და არასამხედრო განათლებით ცდილობდნენ ჩაიყოთ ხელი და რაღაცეები ემართათ. მათ შორის ცეცხლის მართვასაც ცდილობდნენ საარტილერიო ცეცხლის. გაუგებარი. შემდგომი შეცდომა დავარქვათ თუ ჩამოუყალიბებელი როგორ გითხრათ მიზანი მართვა და ურთიერთქმედება რაც ძალიან რთულია ყველა საერთო საბრძოლო მოქმედებებისას გინა სწავლებებისას იყო ძალიან დაბალ დონეზე მართვა ურთიერთქმედება რეზერვი გამოიყენეს არ ვიცი არ გამოიყენეს პრაქტიკულად ჩაიყვანეს მომზადებელი რეზერვი, დატოვეს იქ და მადლობა ღმერთს, რომ სადაც ეს რეზერვის ქვედანაყოფები იყო განლაგებული გორში, გორის შემოგარენში, იქ მაინც პატარა ნაწილი მოყვა საბრძოლო მოქმედებების არეალში, მაგრამ დიდი ნაწილი გადარჩა. მომზადებელი რეზერვი. მიდიხარ, რაღაცას თავი უნდა დაიცვა თუ რაიმე სხვა მოცანა შეასრულო, შევალდებული ხარ გათვალო შენი საწყისი პოზიციებიც, უკან დახევის პერიოდში შემდგომი პოზიციები უნდა იყოს გამაგრებული, უნდა იყოს ამოცანა მიცემული ქვედანაყოფების იქაც, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სენაკიდან აწიეს მთელი ბრიგადა წამოიყვანეს ცხინვალში, იქ შევიდნენ რუსები და მთელი შერეღება საბრძოლო ტექნიკა წაიღეს ერთი გასროლის გარეშე. არ ვლაპარაკო ფოთის სპორტზე. ამას გაუყვეთ ძალიან შორს მივალთ, აღარ მინდა ძალიან დაბალ დონეზე ჩამ, თუმცა ქვეყანამ ხალხმა უნდა მუხზე დაიჩოქოს იმ პატარა ქვედანაყოფების და ერთეული ოფიცრების და ჯარისკაცების წინაშე, ვინც ბოლომდე იბრძოლეს და გააკეთეს ეს გაკეთებაც შეეძლოთ იქ. ბევრი იყო ესეთი. მაგრამ ზოგადად მართვა იყო ძალიან დაბალ დონეზე. ავიაცია პრაქტიკულად არ გამოყენებულა. დამალეს ნაწილი კახეთში სადღაც, ნაწილი სადღაც ყველგან მიჩქმალეს, რადგინდა ავიაცია თუ შენ მალავ. პირად შემოდგომის ფსიქოლოგიური მომზადება ძალიან დაბალი იყო, მათ შორის ოფიცრებისაც, მაღალი დონის ოფიცრებისაც, როგორც კი გამოჩნდა თვითმფრინავები, პანიკა, გაუგებარი ქმედებები და ასე შემდეგ. გაუგებარია, შენ თუ ვიღაცასთან მიდიხარ საჩხუბრად, შენ რა იმას ფეხებში უკვე ფეხი არ გამარტყოვეთყვი? იმას აქვს შეერაღებაში, როგორც სხვა შეერაღება, ასევე ავიაციაც გამოიყენებდა, ბარა. ამიტომ ფსიქოლოგიური მომზადებაც იყო ძალიან დაბალ დონეზე. შესაბამისად მივიღეთ ეს შედეგი, რაც მივიღეთ, გაუბედურდა ამდენი ხალხი. ძალიან ცუდია, ძალიან ცოდვებია. თუმცა გულზე ხელი ვერ დავიდო და ვთქვათ, თუ ჩვენ იქ რაღაც ამოცანას გადავწყვეტით და ეს ცხინვალის რეგიონის დაბრუნება და ჩვენთან შემოერთება მოხდებოდა, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ალბათ საეჭვოა, რომ ეს შესაძლებელი იყოს მაშინაც და დღესაც შეერაღებული გზით. შეუძლებელი. მინდა რომ ჩვენ გვსხოვს რამდენიმე ფოტო. მე არ მიყვარს ხოლმე ისა ბადნოსოსო რომ მაინც ესე მძაფრი სურათები ვაჩვენო, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ რამდენიმე ფოტო მაინც ვაჩვენო, რომ ეს ხალხი მე მგონი ძალიან მატერიალისტი გახდა იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად და მე მწყინს გული მტკივა, როცა ამდენ დევნილს ძალიან ზემოდან ძვირადღირებული მანქანებიდან უყურებენ, კარგად ქეიფობენ, დროს ატარებენ და იმ გამწარებულ ოჯახებს და იმებს ნაკლებად ყურადღებას აქცევენ. ამას მე გულწრფელად ვამბობ, ეს მარტო ხელისუფლებას არ ეხება, ეს ეხება ყველას, თითოეულ ჩვენთაგანს, ვინც კი მათ გარშემო არის. გთხოვთ რამდენიმე ფოტო გავიხსენოთ, ბევრს დავიწყდა, ჩვენ რა დღეში ვიყავით საერთოდ. გვაჩვენებთ, ხო? მე მგონი პირველი აი მე არ ვიცი. აი ამ კადრების შემხედვარე, ხო? რა ის გორზე ყოფი სახლი ეს. ხო? ეს ბატონოსოს უკეთესად ის ხო? გორის ცენტრი იყო. კი. და ეს მამაოები იქიდან შინდისიდან რო გამოყავდათ. კი. ეს ვერ ხვებთან სახს რომ ეს ვერ ხვებია. გადასტა და იქ დაარტყეს. და აქედან ეხლა გამომდინარე ამ სახლის აღდგენას, აი ამ ყველაფერს, ამდენ ტრაგიზმს, ამდენ ტკივილს, ამდენ მეომარს, რომელიც ამ უბედურებას ნახავს, ხო? მე ყველა არ მეუნებოდა სანამ შემოვიდოდი, კეთი მეკითხებოდა, რომ როცა ქუჩაში მივდივარ და ვხედავ ამ მეომრებს, მარტო გაჭირვებულებს ხედავ, ზოგს ხელგაწვდილსაც ხედავ. უმეტესობა მასია. ახალგაზრდაა და გულისკი ვაღაც თუნდაც იტყვის რაღაცას, მაგრამ მე რანაირად უნდა ძალიან მეტი ბევრი მათგანი დააკავეს და დაიჭირეს ომის შემდგომ. ძალიან ბევრი ოფიცრობა. და აი მე უყურებდი, რომ იცოდე თხოთის მთის ძირსა აქ აღაიანის თავზე, როგორ დრადღეში იყვნენ მეომრები და სოფელი როგორ გარბოდა, რომ საჭმელი მიეტანა და რაღაც, მაგრამ შენ თუ ამ მეომარს არ მიხედავ, შენ თუ ამას არაფერს არ
გორჩია დგომას არ იგრძნობს, ხო? ტყუილა ლაპარაკობ, დანჩენ ყველაფერი ლაპარაკი, რომ აი მე ხვალ ამას გავაკეთებ, შეიძლება შენობა აშენო, შეიძლება უბედურებას თითქოს გვერდი აუარო, ყველაფერი, მაგრამ აი ამათ რანაირად ვინმე მიკითხა სად არიან ეს ხალხი? არავინ, მე დამიჯერე, იშვიათი და თქვენ იქ ცხოვრობდა, თქვენ უფრო მეტი იცით და უფრო მეც ეხმარებით, მაგრამ მე ვამბობ ზოგადად სრულიად საქართველოში. და ამ ფოტოების მერე, აი ამ მოხუცების მერე განადგურდა მთელი შიდა ქართლი და როდესაც ქართლი საერთოდ არ არის ფეხზე, საქართველოს ვერასოდეს ვერ დადგება ფეხზე. ან შეხედეთ ამ მოხუცებს, რომლებიც და აგერ ამდენ კილომეტრში გვიდგია აგერ უსვილი და ფიქრობენ ახლა ის ბავშვიც, ის სხვა როგორ უნდა გაიზარდოს, ხო? ძალიან ძიმე კადრებია და რა თქმა უნდა ჟურვანტელი დაგივლის, როცა ესეთ კადრებს ნახულობ და სწორედ ამიტომაც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აღარ განმეორდეს ესეთი ვითარება საქართველოში. და პრინციპში ერთი რამ რაც ჩვენ მოვახერხეთ 2012 წლის მოსვლის შემდგომ ხელისუფლებაში და ეროვნული ფორუმიც იყო ამ ხელისუფლების კოალიციის ნაწილი და რომელიც იღებდა მანამდეც და შემდგომ პერიოდშიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და იმ დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ ძალიან აქტიურ ბრძოლას მიმართავდა. ყოველთვის უნდა ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მთავარი ეს არის მშვიდობიანი გარემო. და თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, თუ გადავხედავთ იმ კულტურულ შედევრებს და მიღწევებს, რომლითაც ჩვენ მსოფლიო ცივილიზაციაში შევიტანეთ ჩვენი წვლილი, ეს ყველაფერი ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოში იყო მშვიდობიანი გარემო. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველა სამხედროებმაც, დიპლომატებმაც, პოლიტიკოსებმაც, ჟურნალისტებმაც მათ შორის და თელმა საზოგადოებამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი გარემოთი, ანუ მშვიდობა უნდა იყოს. თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვისაც. კი ბატონო, ესეც მისაღებია, ჯარიც უნდა ყავდეს გაწვრთნილი, უნდა ყავდეს პროფესიონალი არმია და მათ უნდა მოახერხონ საქართველოს უსაფრთხოების დაცვა სხვა სამსახურებთან ერთად, რა თქმა უნდა, მაგრამ განწყობა ისეთი ჩვენი საზოგადოების უნდა იყოს ერთი რამის კი, რომ თუ გინდა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ეს არის მშვიდობიანი გარემო. მერე იწყება უკვე საუკეთესო ნიჭიერების გამოვლენა, რომელიც ქართულ გენში მადლიანმა ღმერთმა ძალიან კარგად, ესე იგი, მომადლა აი ამ ულამაზეს და უძლიერეს და უძველეს ცივილიზაციას, რასაც ქართული ერი ქვია და სწორედ ამიტომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ ეს გარემო, მშვიდობიანი გარემო შევქმნათ. საიდანაც დავიწყე, ისევ იქ მივდივარ. მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს ერთ ფაქტს, რომ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ დღეს პირდაპირ ღია კონფლიქტის, ანუ ომის და დაპირისპირების, სამხედრო დაპირისპირების საშიშროება არის მოხსნილი. მიუხედავად იმისა, რომ ხდება უამრავი შეურაცხყოფელი ფაქტი, როგორც ქართული სახელმწიფოსი და როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა გულისხმობ იმ გატაცებებს, რომელიც არის ქართლში. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ პირდაპირ და ღია საფრთხეები მოხსენით კონფრონტაციაში შესვლისას რუსეთის სამხედრო არმიასთან. ეს იყო პირველ ეტაპზე უმთავრესი, რომ მომხდარიყო აი ამ სამხედრო საომარი საფრთხის მოხსნა. ეხლა კეთი ისე ზის და რაღაცებს ისმე ხო ის მოსწავლეა ამდრა დავბომბო არ დავბომბო ეს ხალხიო. მოვალ ერთ რამეს თუ შეიძლება. აი რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ, მე მგონი ყველაზე ესეთი ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გატარებულიყო იმ წარუმატებლობის, იმ ტრაგედიის, რაც შიდა ქართლის მოსახლეობამ, არ მარტო შიდა ქართლის მოსახლეობამ გადაეტანა, იყო კომისია, რომელიც სწავლობდა აი ამ 2008 წლის მოვლენებს. მე სამხედრო ასპექტზე მაქვს საუბარი. ამ კომისიის მიერ დადებული დასკვნა არავის არ უნახე. ჯერ ვინ გააკეთა ეს დასკვნა, ვინ იყო რამდენად კომპეტენტური იყო კომისია, არავინ არ იცის, რა გააკეთეს, რა დასკვნები ჩამოყალიბეს, რა რეკომენდაციები. ეს მე ვთვლი დასამალი არ არის. იმიტომ რომ ღია ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა მოხდა, რა იყო მიზეზი, როგორ მოხდა სამხედრო შესაბამისად მათ შორის ეს დასამალი არაფერია, მაგრამ რის დაგეგმას და გაკეთებას აპირებთ მომავალში რომ ეს არ დაუშვათ, ეს შეიძლება გასაიდუმლოს. მაგრამ აი ამ კონფლიქტის როგორ ვთქვა, ტრაგედიის შესწავლის მიზეზები მე კი არავის არ მოხავს მე მგონი საერთოდ. მიჩქმალეთ სადღაც ჩადეს, გადადეს თუ ეს არ შეისწავლეს, არ გახდა ფართო მსჯელობის საგანი, მე ხედულობაში ის ვისაც ეს ეხება. ღმერთს უნდა იფოროს, მომავალში მოხდეს იგივე დაგვემართება ჩვენ.
გეთახმებით და ერთ დავამატებდი, რომ ეს კომისიაც იქნა ნაციონალური მოძრაობის მხრივ გამოყენებული იმისათვის, რომ ის ლაქები ჩამოეწმინდათ და ის კითხვები, რომელიც იბადებოდა მაშინ 2008 წლის წინა პერიოდში და უშუალოდ კონფლიქტის დროს და შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, სწორედ ამის გადასაფარად იყო, რომ თითქოს სააკაშვილი და მისი გარემოცვა იყო აბსოლუტურად მართალი, აბსოლუტურად ესე იგი არაფერ შუაში არ იყვნენ და კიდევ მეორებ ძალიან ბევრი რამის თქმა შეგვიძლია, მაგრამ არ ვიძახით იმის გამო, რომ აი გარეწარ სააკაშვილზე მოქნეული მუშტი არ მოხდეს ისევ ჩვენ ქვეყანას. აი ეს არის ყველაზე უმთავრესი. აბსოლუტურად გეთანხმებით. კეთი. იმდენი კითხვები ქონდა კაც ეხლა რა ას მიზავენო, ერთი დეპუტატია და მეორე გენერალიო და. ხო, კი. მაინტერესებდა მე პირადად ვეტერანებთან დაკავშირებით მქონდა შეკითხვა, რატომ ხდება დღესდღეობით ყველა უყურებთ და ვხედავთ, რომ თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში იმყოფებიან თითოეულს არ გააჩნიათ ბინები, ქირით ცხოვრობენ. აი რატომ ხდება მაგალითად ეს ჩვენ სახელმწიფოში, რატო არ აქვს დაფასება? მე ხა მიყურებს ჩემი თაობის ბავშვები, მიყურებენ ახალგაზრდები და ალბათ ყველას უკვდება ეს რაღაც პატრიოტული სულისკვეთება აქედან გამომდინარე. ასე ვფიქრობ. ნუ, ზევან მე ვთქვი. დეპუტატი აქეთ სამხედრო. კი ბატონო, მე ვიტყვი ჩემი კუთხით და ბატონო სულალბათ თავისი კუთხით. საუბარაზე ესეთ თვითონ სოციალური საკითხების მოგვარება, სოციალური მომზადება სამსახურისათვის ჯარში იწყება სამსახურში გაწვევამდე, სამსახურის პერიოდში და იმის შემდეგ. ჩვენთან როგორც კი მოიშორებენ ამ ხალხს, ეს უკვე ავიწყდება. და საუბარი არა ეს უბრალოდ ვეტერან სამხედრო სამსახურზე, რომელსაც დატოვა სამსახური და წავიდა. ეშმაკურად დასვა, ბატონო გივი კითხვა. ძალიან თბილად, მაგრამ ეშმაკურად დასვა. ჩემი თაობა მიყურებსო და მე მინდა უთხრათ, რომ ვეტერანს რო ესე ექცევი, იმას ვერ მოთხოვო, რომ წახვიდეო. ხო და წავიდეს ჯარში, იმას როცა იქნება ხო წავა. მე შტაბ-შეშტაბება მექნები, ისინი დღეს მსახურობენ. ის ვისაც აი ხელეწიფება იქ რაღაც ჩარევა და რაღაც გაკეთება, ის არ ფიქრობს იმას, ხვალის პენსიაზე წავა. ალბათ იმდენი დააგროვა, ანაგროვებს უკვე, რომ ის აღარ ედარდება იქ, რომ პენსიაზე იმას რა ექნება. პარადოქსს გეტყვით ახლა 2008 წელი და 2004 წელი. ბატონს ძალიან კარგად ათქვა ახლა, რომ იმ მოკლივის კომისიის მუშაობა იმ წინა რეჟიმმა ხელისუფლებამ საქართველოს გამოიყენა თავისი მოქმედებების გაფრთხილებისათვის ბოდიში და სლენგისთვის. რატომ? რამდენჯერ აი საჯარო გამოსვლა გინდოდა და შემდეგ 2004-ში დაღუპული ჯარისკაცების არ ვლაპარაკობ ისმის მონაწილეობა მიიღო. ფეხი რო არ გამოუდგიათ უკან, არ გამოქცეულან, არ წასულან არსად. ესე იგი ვერანაირ ძლივს მივახციეთ იმას, რომ მათ გაუთანაბრეს 2008-ში დაღუპულ ჯარისკაცებს და რაღაცნაირად კომპენსაციების გაცემა დაიწყო ნაწილზე და შემ არა საუბარი იქ ვეტერანებს. რატო ერთ-იგივე ხელისუფლება, ერთ-იგივე გაუგებარი ბრძანებით, ერთ-იგივე ადგილზე მიიყვანა დააყენა ეს ხალხი. ისინი მოვალეობას ასრულებენ თავისას. პატიოსთან შეასრულეს იქ დადესციოს რაც ყველა ზვირფასი ჰქონდათ. აი იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც იყვნენ 18-19-20 წლისები. იმისაც რომ არა 2008 წელს ვინც გარდაიცვალა ღმერთმა აცხონოს ყველა თავის დამსახურებულები უნდა პატივი უნდა მივაგოთ, მაგრამ იმათ მისდოდნენ და ეს უკვე ის რაც წასული იყო დაკარგული არ აუშავს მე რა. არა, აი ეს არის ჩვენი ფსიქოლოგია. რატომ მოკლედ გეტყვით, ბევრი აღარ ვილაპარაკო, არ გავაგრძელო, საკანონმდებლო ბაზაა ჩამოსაყალიბებელი ისეთი, რომელიც ახალგაზრდობას გაუჩენს სურვილს იმსახუროს ჯარში და იმას ეცოდინიან, რომ ის 15 წელი იქნება, 20 წელი იქნება იმსახურებს, იმის შემდგომ იქნება უზრუნველყოფილი ცხოვრების აუცილებელი პირობებით მაინც მე რომ ის რომ გაამდიდროს ქვეყანა. აი ეს არის. ეროვნული ფორუმი რას ფიქრობს? აი კარგი კითხვა დასვა. ეროვნული ფორუმი რას ფიქრობს და ეხლა მოგახსენებთ, იმას ვეთანხმები აბსოლუტურად ბატონ გივის, მაგრამ ერთ რამეს დავამატებ, რომ ჩვენმა პარლამენტმა, აი ამ მოწვევის პარლამენტმა ერთადერთი ძალიან კარგი, რაც აი ამ მიმართულებით კეთი გააკეთა, ეს იყო ის, რომ გარდაცვლილ მეომრებს დაუნიშნეთ ჯერ 500 ლარიანი და შემდეგ 1000 ლარიანი კომპენსაციები და თუ კი სადმე ქართველი ჯარისკაცი ეს იქნება სამშვიდობო ოპერაციაში, ჯარისკაცის მუნდირის ქვეშ თუ კი ღმერთმა ყველა ჯვარია წერია, მაგრამ თუ კი დაიღუპება 100,000 ლარი მის ოჯახს აუცილებლად გადაეცემა და ბუნებრივია ყოველთვიური 1000 ლარიანი კომპენსაციაც ექნება. ესეც ერთგვარი, რა თქმა უნდა, ეს ვერ აანაზღაურებს იმ დანაკარგს, რასაც ადამიანური და სხვა ესეთი ფასეული დანაკარგი ქვია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა მაინც არის ამ კუთხით. რაც შეეხება ახლა ბატონ გივის საკითხს გავაგრძელებ ისევე, რომ იმ ადამიანებთან ერთად, რომელიც ბატონმა გივი ახსენა, მე მინდა დავამატო კიდე 19 წლის განმავლობაში ერედველებმა ქურთელებმა, თამარაშნელებმა, კეხველებმა შეინახეს ადგილობრივი სახალხო რაზმების მეშვეობით შეინახეს ეს ტერიტორია 2008 წლის 8 აგვისტომდე.
იარაღით ხელში მათ შორის. ისე როგორც სვანებმა კოდორი. ისევე როგორც სვანებმა მონადირემ კოდორი. დიახ, ისევე როგორც კოდორის ხეობა იქნა შენარჩუნებული ადგილობრივი სახალხო რაზმების მხრიდან. და მე ვიყავი და ეროვნული ფორუმის ფრაქციის თავმჯდომარე ვარ დღესდღეობით და ჩვენი ინიციირება იყო ჩვენი პარტიის რომ ის ადამიანები რომლებიც იბრძოდნენ უშუალოდ მტრის ტყუისგან იქნენ განგმირული და გარდაცვლილნი აი იმ ადამიანებზეც გავრცელებული იყო ეს კომპენსაციები. მე ეს გავიტანე სამივე კომიტეტზე, მაგრამ მთავრობისგან მივიღე უარი. იმიტომ რომ ეს არ არის თურმე ეს საკითხი კი აქტუალურია, მაგას ვერავინ ამბობდა. მაგრამ არისო რაღაცა საკითხებიო, რომელიც იურიდიულად ვერ თანხმდება და მაგრამ გამოსავალი როგორ შეიძლება გამოსულიყავი თუნდაც ამ იურიდიული ჩიხიდან. არ იყო. და მე კიდევ ვიძახი რომ 19 წელი ამ მოსახლეობამ შეინახეს ეს ტერიტორია, სამაჩაბლო, ფრონის ხეობა. აი კი, გასაგებია რომ მხოლოდ დაღუპულებზე და ნუ ახლა არ მინდა ხა ძალიან სწორად გამომივიდეს, მაგრამ გამოდის რომ ეს 100.000 თუ რაღაც სიკვდილზე ორიენტირებული კანონია, კარგად გამიგეთ რა. და იმ ადამიანებმა, ვინც დაიჭნენ, ვინც სიცოცხლის ნახევარი გდათმეს, ვინც დღესაც შეუძლია რომ კარგად იყოს, ხო? მე კიდე გეუბნები და არაჩვეულებრივად ჩემი თაობა მიყურებს რომ მითხრა, რა უნდა უთხრას ახლა ღია ეთერში ზის გეკითხებათ აქეთ პარლამენტარი, აქეთ თქვათ ესეთი მაღალი ჩინოსანი ხო სამხედრო. აქედან გამომდინარე ვამბობ რომ თუ არ ვიხედეთ ჩვენ ვეტერანებს, ვერ მივხედავთ მომავალს. აი ახლა სწორად დასვაკითხო და ასეთ პირობებში მე მინდა ვაჩვენო ახლა რამდენიმე ისეთი, იმიტომ რომ მართალია ბატონი არ ერევა ამ სამხედრო რაღაცებში, მაგრამ მე მინდა ვაჩვენო როგორ ვიქცევით ჩვენ და მე რამდენიმე კომენტარი მინდა გავაკეთოთ. ასე როგორ უნდა გავაერთიანოთ საქართველო. ვაჩვენოთ რამდენიმე კადრი თელავის, ბათუმის და ქონდა უფლება არ შემოსულა. დაფინანსებული რაღაცა სოროსკა დაფინანსებული. ყველა იქონე მონეტა. შედაგან დაქირებული მონა ამერიკულ დოლარებზე გაყიდული ეს კესიათა ქოწილების მონატრული და ალბათ ჯიშივე უნდა ამოვძირკო ჩვენ ეს კესიათა ქორწინება ჯიშივე უნდა ამოვძირკო ჩვენ ის ღირებულებები რასაც ევროპა და ამერიკა თავაზობენ რუსეთის თანამშრომლობა უნდა იყოს ინტეგრაცია უნდა იყოს ვარი უნდა უთხრას ნატოს და უნდა განვავითაროთ ურთიერთობა რუსეთთან. თუ ამერიკის ჯარი უნდა იდგეს საქართველოში, რომელიც მამათმავლობას, ესქესიანთა ქორწინებას და ქრისტეს საწინააღმდეგო ყველა დებულებას აჩენებს ქვეყანაში, იმ შემთხვევაში მე მირჩევია ამერიკის ჯარი ჩაანაცვლოს რუსულმა ჯარმა. ტერიტორიას ან თავისუფლებდა, მაგრამ ნუ გადახვეწეს. ვისგან და რუსის ჯარისგან და ჩვენისგან და იდიოტებისგან. დედა მოვყავშე. აი დიაგრამიდან მაგრამ ნუ იმასაკი. დედა კი მოვყავშე. აი, ხორაჭი თავში. ეხლა ნუ სარგებლო მასაკი და იმით. კაცავა და შენი არავის არ ეშინია. გადაცემა დასრულებულია. რა უნდა ქნა ერთი ხო, გავუშვათ ქუდი, დავასრულეთ ჩვენ გადაცემა. უკაცრავად ბატონ გრიშა, თუ შეიძლება. ბატონ პარტია ჩვენი სამშობლოს აქცია სკანდირებით დაიწყო. მალევე მიხეილ სააკაშვილისა და ფეთხულა გიულენის ფიტულებიც გამოჩნდა. აქტივისტებმა მათ ცეცხლი წაუკიდეს. საპროტესტო შეძახილებიც შეტევაში გადაიზარდა. საზოგადოების ამ ნაწილს მიაჩნია, რომ სააკაშვილს თურქეთიდან შეერთებულ შტატებში გაქცეული მუსლიმი ღვთისმსახური აფინანსებს. ნაციონალური მოძრაობის ოფისთან შეკრებილებს გია კორკოტაშვილი და ტრისტან წითელაშვილი ხელმძღვანელობდნენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ყოფილი მმართველი პარტიის ადოლფ ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტთა პარტიის მსგავსად გაუქმებაა. ძალიან პატარა კადრი. ამით ვაპირებთ ჩვენ გავაერთიანოთ საქართველო, რა ხდება ეს საერთოდ და რა შეგიძლიათ, ანუ რა კომენტარი შეგიძლიათ გააკეთოთ ამასთან დაკავშირებით? ერთადერთი კომენტარი რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვა, გახლავთ ის რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ჭკუა.
და ჩვენ ვერ ვნახეთ ის საერთო ფასეულობები, რაზეც შეიძლება მთელი ერის კონსოლიდირება მოხერხებულიყო. მაგალითად 90-იანი წლების გარიჟრაზე, როდესაც ეროვნული მოძრაობის იდეით შემოვიდა, ხო, უდიდესი ადამიანები, როგორც იყო მერაბ კოსტავა, თქვა, ზვიად გამსახურდია. და ამ ადამიანებმა შეძლეს აუხდენელი ოცნების ახდენა და საქართველოს დააყენეს დამოუკიდებლობის გზაზე და მინდა გითხრათ, რომ ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო და იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ ქართული თვითყოფადობა, ქართული კულტურის სახელმწიფოს არსებობა ზოგადად დაფიქსირებული იყო პოლიტიკურ რუკაზე თუ საერთოდ გეოგრაფიულ რუკაზე ყოფილიყო საქართველოს ცალკე, ამაზე ოცნებობდნენ თაობები საქართველოში. მაგალითად ილია ჭავჭავაძე, რომელსაც მხოლოდ 10 წელი დააყდა იმისათვის, რომ თავისუფალი ქვეყნის ჰაერი ჩაესუნთქა თუნდაც 3 წლის განმავლობაში, როდესაც მენშევიკური მთავრობის დროს საქართველოში 3 წლიანი დამოუკიდებლობა იყო და მოასწრეს კონსტიტუციის მიღება, დამოუკიდებლობის აქტის მიღება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი 10 წელი დააყდა ილია ჭავჭავაძეს, რომელიც მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა იმაზე, რომ საქართველოს ყოფილიყო და ხშირ შემთხვევაში ვერც კი ბედავდა იმაზე, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო. უფრო მეტ ავტონომიაზე იბრძოდა კიდე ილია ჭავჭავაძე, მაგრამ 10 წელი ვერ მოასწრო. ჩვენ აი განსაკუთრებით ჩვენ თაობას და თქვენ თაობას, რომელიც მოვესწარით დამოუკიდებელ საქართველოს, რომელსაც გვინდა რომ ამ ქვეყანას რაღაცა განვითარება შევმატოთ, რაღაცა განვითარების დინამიკა დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში. აი ასეთი კადრებით, ასეთი ფაქტებით, ასეთი შემთხვევებით, რა თქმა უნდა ვერ განვითარდებით. და მე დიდი იმედი მაქვს თქვენი თაობის სწორედ კეთი. დიდი იმედი მაქვს, ძალიან თავისუფალი თაობა მოდიხარ, ძალიან აზროვნების თავისუფლება გაქვს, ძალიან მაღალი ხარისხით და ის რა ჩვენმა თაობებმა დაუშვათ თავისუფლ შეცდომები, მე უსურვებდი ჩვენს მომავალ თაობებს, რომ უფრო თავისუფლად, უფრო ღირსეულად გაძღოლოდნენ ჩვენ სახელმწიფოს და მოეძებნათ ის საერთო ფასეულობა და მნიშვნელოვანი, ვთქვათ, ერთობისათვის რამ, რომელიც გაერთიანებდა სრულიად საქართველოს, თუნდაც რაღაცა თემის გარშემო. და ეს თემები რო ყოფილიყო. აი, აქ ახლა რა კადრებით ჩვენ ვნახეთ, სპეციალურად ავარჩი. მე ხო იცით, რომ არ მიყვარს ხოლმე ძალიან რაღაცების გამუქება და გაბუქება, მაგრამ ერთი განცხადება რო არ გავაკეთო, ჩემი აზრი რო არ გამოვხატო, იმიტომ რომ ხშირად მithქვამს და ეხლა შემიძლია გავიმეორო, რომ საქართველოში რამდენი ადამიანი ცხოვრობს, თითო ადამიანი ბავშვი რამდენი კითხვას ვსვავს, ხო ბატონო გივი. ეხლა ეს აზრი ძალიან ბევრია. მაგრამ აზროვნების თავისუფლების დეფიციტი ნამდვილად გვაქვს ჩვენ. საერთოდ ვერ ასწრებენ ამ აზროვნებას, მაგრამ აი ახლა იქ გარტყმა იყო თელავში, თელავის ცენტრში, ხო? ამ ეტაპზე მე არ ვაფასებ, ვინ რა ჩაატარა, ვინ იყო. აქ ფაქტიურად არის ერთი რამ. და ხშირად მასმედიაში არის ცოტა ისეთი შეფერილობით, რომ ადამიანებს უნდათ ის, რაც თვითონ სურთ. რომ დაინახო შენც. მოდი ვთქვათ, აი თუნდაც ამ კონკრეტულად რომ ჟურნალისტს გაარტყა, ვთქვათ, რომელიღაც ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მე ვეკითხები ყველას. ჟურნალისტი, რომელიც არის ამ შემთხვევაში ეს ახალგაზრდა, გირჩის წევრი, ის იმ წუთში არის მხარე. იმიტომ რომ აქეთ არის გირჩი, აქეთ არის რომელიღაც პარტია, ამ შემთხვევაში სოციალისტური პარტია, ხო? თუ არ ვცდები, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას არ ახორციელებს. ხო, ამ წუთში ის არ ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას. აცვია მაისური, რომელზედაც აწერია ის, რაც მას სურს, აქედან გამომდინარე და ყველაზე მთავარი, სუდად მოიქცა, რომ მეორემ გაარტყა და თავი ვერ შეიკავა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ შენ არ დაუპატიჟე ხარ და არ მოხვედიო და მეორე შემთხვევაში ის მე მომეჩვენა, არ მგონია რომ მომეჩვენა, კვერცხი უჭირავს ხოლში. ფაქტიურად, იმიტომ რომ გაარტყა, ხო, ოპერატიულად ეს კვერცხი ესროლა, ხო? რა თქმა უნდა, მე ვამბობ ასეთ რამეს, რომ თითოეულ ადამიანს განსაკუთრებით ჟურნალისტს მართებს უაღრესად დიდი მორიდება. უაღრესად დიდი მოწიწება საზოგადოების წინაშე. იმიტომ რომ მე რატო ვაჩვენე, მე არ მინდა რომ იყოს. იცი, თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ტელევიზიაში მაინც და მაინც ესეთი ჩხუბი, დედის გინება და ეს ამ ტელევიზიის რეიტინგს წევს, მაღლა მე არ ვფიქრობ ასე ყოველ შემთხვევაში და საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ესე არ ფიქრობს, რომ მაინც და მაინც მოიყვანო ორი მტერი და აჩხუბო გარეთ, შიგნით და რა ვიცი, კიდე ზოგს გარეთ დახვდე, ზოგს შიგნით დახვდე და კიდე ესეთი ამბები იყოს. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ არსებობს ხო ეთიკის, ჟურნალისტური ეთიკა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ იგივე კორესპონდენტს, რომელიც გადმოცემს მასალას არ აქვს ხალხო უფლება რომ დაამახინჯოს რაიმე. იქ არის ფაქტები, უნდა გადმოწეს, ეს არის მისი მოვალეობა.
ამიტომ ეხლა ყველამ თქვას რომ მე ჟურნალისტი ვარ, დაიჭიროს მიკროფონი და იაროს და მთელ ჟურნალისტურ სამყაროზე თქვან რომ ესენი ცოტა ვერ არიან კარგათო, მე მგონია რომ ყველა უნდა იყოს სამხრივი დამნაშავე არ არსებობს. ეს არის ჩემი აზრი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და სამხედრო გენერალ-მაიორო ცემატყების იცით რა არის? რაღაცა ესეთი შავი პიარით სურთ ამ არჩევნების დაწყება რაღაცნაირად. საერთოდ გინებაზე და ცემატყებაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ იმას სხვა არგუმენტი არ გააჩნია თავის სიმართლის დამტკიცების. თუ შენ თავსდები იმაზე, რომ ხარ პოლიტიკოსი, გაქვს პოლიტიკური ამბიციები, უნდა შეგეძლო შენი აზროვნებიდან და რაღაც მარაგიდან, გონებრივი ცოდნის მარაგიდან გამომდინარე, ცოტა სხვადასხვა ფორმით გადასცა შენი აზრები. თავისთავად ვიღაც გაგარტყაშორებას მეგაყენებს, მოგიწევს პასუხის გაცემა, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი, იმიტომ რომ ხალხი დაქცინის, ხალხს ამას ყურება, ამას ზენია. მსგავსი ფოკუსების ყურება და ამისად არა მეორეც არის ეგაც ის ამ წუთში თავის ოჯახში იყო, იმან დაიქირავა, იმან რაღაც გადაიყადა, იმან შეკრება უნდა და იმას თავის სიტყვა უნდა და ხო, ეხლა მე შენ ოჯახში შემოვიჭრა, ეხლა და უნდა იყოს სამართალდაცვო ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც დააფიქსირებენ იმან მას შეაგინათ, შეაწყვეტ მიაღიენ და შეაწყვეტს პასუხი უნდა აგებინონ. არც ის ხდება, არც ის, მაგრამ თვითონ ეს ფორმა გამოხატვის აი ცემატყების არის მიუღებელი. თუ საუბრობთ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ეხლა როგორც ერთი მხრიდან მეორე მხრიდანაც. იქ რომ მოდის და ლაპარაკობს რაღაც კულტურაზე ბოდიშს. ეროვნული ფორუმი ინტელიგენტური, მოდი ესე ვთქვათ, ორგანიზაცია, პარტია, თქვენ დღეზე ამბობენ რომ ოკაც მაგინი ხმას არ იღებენ და ასე შემდეგ და ეხლა ამ ფონზე მთელი მედია გადაჭედილია ამით, ხო? თქვენ მეც კი ვაჩვენე, წარმოგიდგენია ეხლა მეც კი ვაჩვენე ეს ფაქტები, ძალიან ცოტათ, მაგრამ ვაჩვენე, ხო? რას ფიქრობთ, როგორ ეხლა აგვისტო ჯერ ეხლა დაიწყო აგერ ომის წინ რომ ეს ხდება და იმის მაგივრად რომ ჩვენ დავждეთ და ვილაპარაკოთ რომ რა გვეშველება საით მიდივარ და ამბავს უპასუხოთ ამის თაობას უპასუხოთ ხო აი ამებით არის გაჯერებული ჩვენი პრესა ტელევიზია და ასე შემდეგ რა გვეშველება რა შეიძლება უთხრათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამის თაობას მე არ შემიძლია გალბატონო მაყვალ არ დაგეთანხმოთ ამ შეფასებაში და მინდა ასევე დავამატო ერთი გარემოება რომ დღეს ჟურნალისტებს ძალიან ბასრი იარაღი უჭირავთ ხელში ეს არის მათი კავშირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ტელემედიის საშუალებით იქნება ბეჭდვითი პრესის საშუალებით იქნება თუ სხვა რამ უდიდესი იარაღი გიჭირავთ ჟურნალისტებს ხელში რომელთაც თქვენ შეგიძლიათ ზემოქმედება მოახდინოთ საზოგადოებაზე სამწუხაროდ დღევანდელი ჟურნალისტიკის და ჟურნალისტობის თქვათ კორპუსის ჟურნალისტების კორპუსის ძალიან მცირე ნაწილი თუ არის დაკავებული იმით თუ რა შესაძლებლობა შეიძლება ვთქვათ ჩვენ ქვეყანას კონდეს ამის ანალიზს ძალიან ცოტა აკეთებს. ანუ ანალიტიკური ჟურნალისტიკა საქართველოში არ არის სამწუხაროდ განვითარებული, რაც რა თქმა უნდა ინტელექტთან არის დაკავშირებული, ხო? ამავე დროს დღეს ჟურნალისტიკაში არის ყველაზე ესე ვთქვათ მოდაში პირველ ადგილზე სკანდალი. მე 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრი ვარ და შეიძლება იმის გამო რომ აკადემიურად და ასე ვთქვათ იმ ქცევის ფორმებს არ ვღალატობ და არ ვჩხუბობ და ასე შემდეგ შეიძლება საქართველოს ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცოდეს ჩემი გაკეთებული საქმიანობის შესახებ მაგრამ დამეთანხმეთ რომ საკმარისი იქნებოდა მე ერთხელ მაინც ხელი ამეღო რომელიმე ოპოზიციურად განწყობილ პარლამენტარზე მით უმეტეს რომ გარკვეული საზოგადოების შეკვეთაც იყო ნაციონალური მოძრაობის თქვათ ფიზიკურად რაღაცა გასწორება მათი თუნდაც პარლამენტში არ მიკადრია არასდროს და არ გამიკეთებია ეს მაგრამ რო გამეკეთებინა დღეს ალბათ ძალიან ცნობადი სახე ვიქნებოდი და ძალიან ბევრი ჩემნაირი ვინც ესე ფიქრობს ძალიან ბევრი იქნებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი მაგრამ რა კუთხით ვიქნებოდით ცნობილი ესეც ხო არის. ამიტომ არის რაღაცა ზღვარი, რასაც პოლიტიკოსი ვერ გადადის, მაგრამ არის გარკვეული მოთხოვნა ჟურნალისტებსა და უпростоრ ტელემაგნატებზე თუ სხვა სახის პრესაზე, რომლებსაც ჭირდებათ სკანდალი. და აი ამის ნაცვლად რომ ანალიზი კეთდებოდეს. ბრალიც არის, სოსო მე ხლა გადავათვალიერე ხლა ზამოსulis წინ წოხელაც მაგას ვაღვით. ჩვენი ოლიმპიელები არიან ახლა რიოში, ხო? და ნახვა ქონდა ჩვენი ოლიმპიელების იმას 63 როდესაც არ მინდა ეხლა ერთ-ერთი სექს სიმბოლოს ქონდა ათასობით და 10,000-ობით. ჩვენი ბრალია თუ არა, სულ რაღაცა 1 წუთი ნახევარი დაგვრჩა ვადნოგივი. საზოგადოების ბრალია და თვითონ
ბრალია იმისა, რომ ქვეყანაში ბატონო სულამძაღამძან არ არის ჩამოყალიბებული როგორ ვთქვათ აზრი საზოგადოებრივი, რომელიც სწორად უნდა იყოს მიმართული. მე არ ვამბობ, რომ რაღაცა მონებივით უნდა ერთ რაღაცას ვლაპარაკობთ, ერთს ვფიქრობთ. არა, საზოგადოებრივი აზრი, რომელიც უნდა მიმართავდეს ქვეყნის ცხოვრებას. იქით იქნება თუ აქეთ იქნება. დღეს საზოგადოებრივ აზრს გარკვეულ წილად დიდხანს არ გავაგრძელებ, მართავენ ჟურნალისტების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ აფინანსებს მათ. ჩავიხედოთ მათ დაფინანსებაში, დავინახავთ ვიზზე მუშაობენ და რაზე მუშაობენ, დაფინანსების ხედობაში ვინ აფინანსებს. შესაბამისად მივიღებთ იმას ჩვენ საზოგადოება საით მიდის. სახელმწიფო მიცის თუ არ იცის ძალიან ცუდია ვინ მათ ვინ აფინანსებს, საიდან შემოდის, როგორ შემოდის და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მაინც აკადემიურობის მომხრე ვარ, ბატონო სოსო, მაინც პროფესიონალიზმის მომხრე ვარ. დღეს ჩვენ აზროვნების თავისუფლებაში ვართ, მე ესე მგონია, რომ ხალხმა უნდა იაზროვნოს და ერთმანეთის იარლიყების მიკერებას თავინა დაანებოს, ყველას აქვს თავისი აზრი და რა თქმა უნდა აზრები ჭიდილში არის, საბოლოო ჯამში ესე გამოდის და მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა არ გაათენოს ომის დღეები საქართველოში და მე თანაუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, ვინც განსაკუთრებით კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს. და მე მინდა ქართველებს უთხრა, ბევრჯერ ყოფილა ქართლში გაჭირვება, მაგრამ მაინც ფეხზე დადგება, ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ჩვენ საოცარი სტუმრები ვყავდა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი სოსო ვახტანგაშვილი, გენერალ-მაიორი, ჩვენ გენშტაბის ყოფილი უფროსი ბატონი გივი იოკურიძე, გადაცემა აზროვნების თავისუფლებაში ჩვენ მუშაობდით დღეს მე მაყვალა ბერიანიძე და კეთი ნოზაძე, კეთის დავარქვევთ ახლა, იმიტომ რომ დღეს ძალიან ესეთი იმით იყო, დღეს შენი ნათლობაა ჩემო საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ომი ბოროტება, ომი უწმუნოთა ბოროტებაა განსაკუთრებით და ყველაფერი კარგად იქნება. გმადლობთ, ყველაფერი კარგად იქნება, მე მაინც მგონია.